თუ ეს ვიდეო შენს newsfeed-ზე ჩამოტრიალდა და შემოხვდა შემთხვევითობის პრინციპით, არა სკროლო, ესე იგი ეს მესიჯი, რაც უნდა გავაჟღერო ამ ვიდეოში, სწორედ შენთვის არის. დარჩი ჩემთან ერთად, უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და ისწავლე თუ როგორ გამოიყენო 3 მარტის მთვარის დაბნელების პერიოდი შენი ცხოვრების სამუდამოდ შესაძლებლად. იმ პროგრამების გასანულებლად, რომლებიც აღარ ემსახურებიან შენს სულიერ ზრდას და მხოლოდ მიაქვთ შენი ენერგია, იკვებებიან შენი ენერგიით, როგორც ენერგოპარაზიტები. მე გასწავლი როგორ გაანულო, როგორ გაანეიტრალო აღნიშნული პროგრამები და გამოანთავისუფლო სივრცე შენს ცხოვრებაში ახალი პროგრამების, ახალი პოზიტიური ენერგიების ჩასატვირთად. ვიდეოს პირველ ნაწილში ვისაუბრებ 3 მარტის მთვარის დაბნელების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, იმ მეჯისტიკურ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც გამოარჩევენ ამ თვის მთვარის დაბნელებას სხვა დაბნელებებისაგან, ვისაუბრებ მის ასტროლოგიურ დატვირთვაზე, მის ნუმეროლოგიურ დატვირთვაზე და უფრო ცნობიერ ინფორმაციას მოგაწვდით, თუ რატომ იმუშავებს თქვენს მიერ ჩატარებული თუნდაც რიტუალი ან პრაქტიკა ენერგეტიკული განსაკუთრებით ამ დღეს და არა თუნდაც სხვა ჩვეულებრივ დღეს. ამ წლის 3 მარტს, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის მოექცევა, ამ დროს მთვარე სისხლისფრად შეიღებება. მოგეხსენებათ, 3 მარტს გვაქვს სისხლიანი სავსე მთვარეობა, სისხლისფერი სავსე მთვარეობა და ამავე დროს მთვარის დაბნელება. ასეთი სავსე მთვარეობა სულიერი პრაქტიკების, პრაქტიკოსების და მასწავლებლების მხრიდან მოიხსენიება ისეთ დროდ, როდესაც რაღაც უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ახლიდან დაიბადოს. 3 მარტს მთვარის დაბნელება გვექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, კონკრეტულად კი მე-13 გრადუსზე. მე-13 გრადუსს ალქიმიკოსები უწოდებენ ფენიქსის გრადუსს და სწორედ როდესაც ასეთი ასტრონომიული მოვლენა ხდება ამ გრადუსზე, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ფაქტობრივად ერთ დღეში შევცვალოთ ცხოვრება, არა იმიტომ, რომ ეს ასტროლოგიაში წერია, არამედ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც როგორც წესი დროში ნელა იხსნება ხოლმე და ნელ-ნელა გვეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაც შევცვალოთ, ამ დროს, კონკრეტულად ამ მთვარის დაბნელების დროს, ერთიანად გაიხსნება და მოგცემს შესაძლებლობას, რომ ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ იმისთვის, რომ შევცვალოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გავაკეთოთ ეს. მე სწორედ ამ ვიდეოში მოგიყვებით ამ კონკრეტული პრაქტიკის შესახებ, რომლის შესრულებაც აი ამ კონკრეტულ დღეს თქვენ ბევრი რამის შეცვლის, გადარესტარტების შესაძლებლობას მოგცემთ თქვენს ცხოვრებაში. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კონკრეტულად მთვარის დაბნელების თარიღზე, 3 მარტზე, 3 თვითონ რიცხვი ნუმეროლოგიაში უნივერსალურ რიცხვად ითვლება, იგი დაკავშირებულია პლანეტა იუპიტერთან, რომელიც თავის მხრივ მართავს საკმაოდ მასშტაბურ ენერგიებს, რომელიც დაკავშირებულია სულიერ ზრდასთან, გაფართოებასთან, სიუხვესთან, ყველაფრის გაბევრებასთან არის დაკავშირებული. ხოლო სხვადასხვა რელიგიურ სწავლებებს თუ მივყვებით, 3-ს ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს, მაგალითად ქრისტიანულ ეგრეგორში მამაძე და სულიწმინდის სიმბოლიკის ერთიანობა მოიცავს სწორედ სამობას. აღმოსავლურ ფილოსოფიებში გვაქვს ბრაჰმა, ვიშნუ, შივას სიმბოლური ერთობა და თუნდაც ელემენტარული ფრაზა, რომელსაც ვიმეორებთ მაშინ და ვამბობთ მაშინ, როდესაც ჩვენი გული და გონება მოცულია სიყვარულით, რა თქმა უნდა, საუკეთესო შემთხვევაში, როცა გულწრფელები ვართ და ვეუბნებით იმ ადამიანს, ვინც სწორედ ჩვენი გრძნობების ადრესატია, ასეც წინადადებას, ხო, მე შენ მიყვარხარ, აქაც სამობა ფიგურირებს. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ დეტალზე, ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე და ეს არის თვითონ ზოდიაქოს ნიშანი, ქალწული, რომლის ნიშანშიც, ასე ვთქვათ, რომელ ნიშანშიც ხდება მთვარის დაბნელება.
ორიოდე სიტყვა მინდა თვითონ ამ ზოდიაქოს ნიშანზეც თქვა. რა არის თვითონ ქალწულის ზოდიაქო, ხო, როგორია ეს ზოდიაქო? საუკეთესო გამოვლინების შემთხვევაში დადებით მხარეებზე ვისაუბრებ ჯერ ქალწულის ზოდიაქო ადამიანს აძლევს ისეთ უნარებს, ისეთ თვისებებს, როგორიც არის პასუხისმგებლიანობა, დისციპლინირებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა. საკმაოდ მიწიერი ნიშანია, პრაგმატული ნიშანია და ამავდროულად მას მართავს პლანეტა მერკური, ეს არის ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, შესაბამისად, ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ერთდროულად სახეზე გვაქვს ისეთი თვისებები, როგორიც არის მიწიერება და პრაგმატულობა და მეორე შემთხვევაში ეს არის ინტელექტუალურობა, ცოდნისკენ სწრაფვა, მუდმივად, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და უნარების გაფართოება. ქალწულის ზოდიაქო ამავდროულად არის ძალიან მზრუნველი ნიშანი, ძალიან ყურადღებიანი და როგორც აღვნიშნე, მის თვალს და მის გონებას არ გამოეპარება არც ერთი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო მცირე დეტალი. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარეც, ხომ? მეორე მხარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისა ეს არის პერფექციონიზმი, კერძოდ სწრაფვა სრულყოფილებისკენ. მას სურს ყველაფერი აკეთოს იდეალურად, უნაკლოდ, უხარვეზოდ, შეუცდომლად, რაც მოგეხსენებათ ყველა შემთხვევაში შესაძლებელი არ არის. შესაბამისად, თუ კი თქვენშიც არის და გრძნობთ, რომ არის ასეთი მარცვალი პერფექციონიზმისკენ სწრაფვა, ანუ სრულყოფილებისკენ სწრაფვა და გსურთ და მიზანსწრაფული ხართ, რომ მუდმივად იდეალურად გამოიყურებოდეთ, ან მუდმივად უნაკლოდ, იდეალურად შეასრულოთ სხვადასხვა ტიპის დავალებები თუ ცხოვრებისეული მოვალეობები, ოჯახის წევრების წინაშე, სამსახურის თანამშრომლების წინაშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 3 მარტის მთვარის დაბნელება გაძლევთ უნიკალურ შანსს, რომ განთავისუფლდეთ ასეთი ზედმეტი წნეხისგან, ერთგვარი ჯავშნისგან, რომელიც შესაძლებელია თქვენ გონიათ, რომ გიცავთ, მაგრამ უკვე თქვენს ციხედ არის წინამდვილეში ეს ჯავშანი ქცეული და ის არანაირ დამცავს არ წარმოადგენს. სწორედ აი ამ 3 მარტის მთვარის დაბნელების პრაქტიკა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩაატაროთ ეს პრაქტიკა და განთავისუფლდეთ ამ ზედმეტი ვალდებულებებისაგან, რომლებიც ამძიმებენ თქვენს ცხოვრებას, მიაქვთ თქვენგან ენერგია და სანაცვლოდ უკავშირის სახით ბევრს ვერაფერს ვერ იღებთ. როგორ უნდა დაიწყოს თქვენი პრაქტიკა 3 მარტის მთვარის დაბნელების დღეს? პირველ რიგში ეს დღე არ უნდა იყოს სტანდარტული დღე და არ უნდა გავდეს ის თქვენს სხვა დღეებს, თქვენს სტანდარტულ დღეებს. დღე უნდა დაიწყოთ პირიქით, განსხვავებულად და არა სტანდარტულად. უნდა ადგეთ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ზოგადად დგებით ხოლმე. საუკეთესო იქნება თუ ვთქვათ, ამას მოახერხებთ და მზის ამოსვლამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცაზე სინათლე არ არის, აი ამ საათებში მოახერხებთ და ადგებით, ხომ? დაახლოებით სადღაც 6-ზე 6-ის ნახევარზე. დილით მზის ამოსვლამდე არის ძალიან ისეთი მეჯისტიკური, საკრალური საათები და წუთები და ამ დროს თუ თქვენ მოახერხებთ, რომ განმარტოვდეთ საკუთარ თავთან, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და კარგად დაფიქრდეთ და კარგად გაანალიზოთ, თუ რისგან განთავისუფლება გსურთ, რა გინდათ, რომ დატოვოთ წარსულში, რა გინდათ, რომ გაანულოთ, ასე ვთქვათ, გაანეიტრალოთ თქვენს ცხოვრებაში, რომელი პროგრამები გინდათ, რომელი ცხოვრებისეული სცენარები გინდათ, რამ დაგყალათ, რა გირთულებთ ცხოვრებას, რისი გაშვება გსურთ. აი ამას ძალიან კარგად გულდასმით გააცნობიერებთ და მოემზადებით უკვე საღამოს პრაქტიკისთვის. ასევე კარგი იქნება თუ დღის მანძილზე მოახერხებთ და დაალაგებთ თქვენს საცხოვრებელ სივრცეს, გაიტანთ ძველ ნივთებს, ყველა იმ წვრილმანს თუ მსხვილმანს, რომლებიც არანაირ როლს აღარ ასრულებენ თქვენს ცხოვრებაში, თითქოს ფუნქცია დაკარგეს, მაგრამ ისინი მაინც არიან თქვენს სახლში, თქვენს სივრცეში
და იკავებენ ადგილს. სამ მარტს უკვე მოსაღამოე პულზე, როდესაც მზე დაიწყებს ჩასვლას და თქვენ უკვე, ასე ვთქვათ, თქვენი სივრცის, საცხოვრებელი სივრცის მოწესრიგება, დალაგება, დასუფთავება დასრულებული გექნებათ. უნდა განმარტოვდეთ თქვენი სახლის ყველაზე მყუდრო ნაწილში, რომელიც თქვენთვის არის მყუდრო, სადაც ატარებთ ხოლმე ძირითადად თქვენს დროს, სადაც შესაძლებელია უფრო მეტად გიყვართ დროის გატარება, ან სადაც მეტი შესაძლებლობა გეძლევათ, რომ განმარტოვდეთ, აი ასეთ ოთახში ან სივრცეში განმარტოვდით. ხელი არავინ არ უნდა შეგიშალოთ, უნდა იყოს აბსოლუტური სიჩუმე, სიწყნარე, რომ მოახდინოთ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია. დაგჭირდებათ ერთი თეთრი სანთელი, წითელი სანთელი ან შავი ფერის სანთელი. ეს სამი ფერი საკმაოდ აქტუალურად გამოიყენება ისეთ პრაქტიკებში, ისეთ ენერგეტიკულ პრაქტიკებში, როდესაც ადამიანი კონცენტრირებულია ნეგატიური ენერგიებისგან განთავისუფლებაზე, სხვადასხვა ცხოვრებისეული შაბლონებისგან განთავისუფლებაზე. როდესაც სახლის ასეთ სივრცეში მოთავსდებით ოთახში, განმარტოებულ მდგომარეობაში, ათეთ სანთელი, ეცადეთ რომ ეს სანთელი იყოს თქვენს წინ, თქვენს თვალთახედვაში მოთავსებული, დაჯექით სკამზე, ან თუნდაც ხალიჩაზე ფეხმორთმით, ან სკამზე, წელში გამართული, რაც მთავარია. ხელები მუხლებზე დაწყობილი, სასურველია თუ ხელის გულები იქნება ზემოთ მხარეზე. რაც მთავარია ასევე, სხეული უნდა იყოს რბილად მოდუნებული, შუბლი გახსნილი, ყბები მოდუნებული. სხეული უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ მიიღოს ენერგია, მიიღოს უნივერსალური კოსმიური ენერგია. შესაბამისად ეს, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ეს არ არის უბრალოდ სილამაზისთვის ნათქვამი, მას აქვს თავისი ენერგეტიკული დატვირთვა, ვინაიდან სხეული არის ჩვენი ჭურჭელი, ჩვენი სულის ჭურჭელი, შესაბამისად სულმა ის უნდა გამოიყენოს და მოამზადოს და ისეთ მდგომარეობაში უნდა გააჩეროს, რა მდგომარეობაშიც სულისთვის უფრო მარტივია კოსმიური ენერგიების მიღება და უმაღლეს, ასე ვთქვათ, ცნობიერებასთან დაკავშირება. როდესაც თქვენ აი ასეთ მდგომარეობაში მოთავსდებით, სასურველია, რომ ცხვირით ჩაისუნთქოთ ღრმად ჰაერი, თვალები უნდა იყოს დახუჭული და მთლიანად კონცენტრირებული სუნთქვაზე. ღრმად ჩაისუნთქოთ ჰაერი, ცხვირით სასურველია და ამოისუნთქოთ ასევე ღრმად ფილტვების და სხეულის ბოლომდე დაცლით, ჟანგბადისგან ბოლომდე დაცლით, პირით ამოისუნთქოთ ჰაერი. ამავდროულად გონებაში, გონების თვალით წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიდევნება ჰაერთან ერთად, ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ნეგატიური ენერგია, ესეთი კონცენტრირებული, მუქი, შავი ფერის კვამლის სახით თუნდაც. არ არის აუცილებელი დაკონკრეტდეს თუ რომელ ნეგატივს ამოისუნთქავთ, რომელი ნეგატივისგან თავისუფლდებით. ამის დაკონკრეტება საჭირო არ არის, უბრალოდ ეცადეთ რომ ვიზუალიზაცია იყოს მაქსიმალურად მკაფიო და რეალურთან მიახლოებული, რეალური უნდა იყოს ეს ყველაფერი, თუ როგორ ამოისუნთქავთ აი ამ რაღაცა ძალიან მძიმე, მუქი ფერის ნაკადს ჰაერის ნაკადთან ერთად, როგორ გამოიდევნება ეს ყველაფერი თქვენი სხეულიდან და როგორ თავისუფლდებით აი ამ ნეგატიური ენერგიებისგან. სულ უნდა იყოს ნელი, კონცენტრირებული და რაც მთავარია, ეცადეთ რომ არ გაგეფანტოთ აზრები,
არ გაგეფანტოთ გონება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ცხოვრებისეული სცენარები არ ამოტივტივდეს თქვენს გონებაში და არ გაფანტოს თქვენი ყურადღება და მაქსიმალურად იყოთ კონცენტრირებული აი ამ სუნთქვით პროცესზე, ღრმად ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე. თვალები, რა თქმა უნდა იყოს დახუჭული. ეს დაგეხმარებათ კონცენტრაციაში. რაც შეეხება დროს, ხანგრძლივობას. არ არის სასურველი, მაინდა-მაინც ხანგრძლივი იყოს ეს პროცესი. 5 წუთიდან 10 წუთამდე. რამდენ ჩასუნთქვა ამოსუნთქვასაც მოიცავს ეს პროცესი, აი ამ დროში, ამას შეასრულებთ აი ამ ხანგრძლივობით 5 წუთიდან 10 წუთი არის მაქსიმუმი. თუ თქვათ ესე ვერ გათვლით დროს, შეგიძლიათ მაღვიძარა დააყენოთ და როდესაც მაღვიძარა დარეკავს, ბუნებრივია შეწყვიტოთ ეს პროცესი. აი ასეთი კონცენტრირებული სუნთქვითი სავარჯიშოს შესრულების შემდგომ თქვენ უკვე დილის საათებში უნდა გქონდეთ მოფიქრებული, გაანალიზებული, გაცნობიერებული თუ რისგან განთავისუფლება გსურთ. ამავდროულად ეს სუნთქვითი სავარჯიშოც დაგეხმარებათ აი ამ აზრების უფრო კონცენტრირებულად თავმოყრაში. შესაბამისად, აი ამ სუნთქვითი სავარჯიშოს დასრულების შემდგომ თქვენ უკვე მომზადებული უნდა გქონდეთ წინასწარ სუფთა ფურცელი და კალამი. სასურველია თუ კალამი იქნება წითელი ფერის, თუმცა თუ ვერ შეძლებთ ამ წითელი კალმის მომზადებას, შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სხვა ფერის, თუნდაც შავი ან თუნდაც ლურჯი ფერის კალამი და ჩამოწეროთ ყველა ის ნეგატიური შაბლონი თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან, რისგან განთავისუფლებაც გსურთ. დეტალურად. მაგრამ არა ტკივილის, არა იმედგაცრუების, არა წყენების, აი ამ, ასე ვთქვათ, სიაში გამოხატვით. პირიქით, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი ჩამოწეროთ და რაღაცნაირად მიიღოთ ეს ყველაფერი როგორც გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, რაოდენ წარეც არ უნდა ყოფილიყო ეს გაკვეთილი და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული გამოცდილებები გვეძლევა მაშინ, სწორედ რომ ტკივილიანი გზით, ხო? ყველაზე დიდი სულიერი ზრდის პროცესში, ყველაზე დიდ ნახტომს ადამიანი აკეთებს სწორედ ტკივილიანი გამოცდილების შედეგად, ასე რომ სხვა მხრიდან შეხედეთ ამ პროცესს და უფრო მადლიერების განცდით გააკეთეთ ეს, ასე ვთქვათ, სია იმ ნეგატიური პროგრამებისა, სცენარებისა, რომლისგანაც გსურთ განთავისუფლება და შემდგომ, როდესაც დაასრულებთ ძალიან ისე კონცენტრირებულად, გააზრებულად ამ სიის გაკეთებას, ჩამოწერას, ეს ფურცელი უნდა დაწვათ იმ სანთელზე, რომელიც ანთებული გაქვთ, ხოლო ფერფლი, რაც დარჩება, ეს ფერფლი თუნდაც მიაბაროთ მიწას ისეთ ადგილზე, სადაც ჯანმრთელი ცოცხალი მცენარეები არ არიან, ან თუ მაღალსართულიან საცხოვრებელ, ასე ვთქვათ, კორპუსში ცხოვრობთ, მრავალბინიან სახლში თუ ცხოვრობთ, შეგიძლიათ ღამე, ასე ვთქვათ, ქარს გაატანოთ, გაფანტოთ ჰაერში ეს დარჩენილი ფერფლი. აი ეს ფენიქსის წერტილი, რომელზეც მე ვიდეოს დასაწყისშივე ვისაუბრე, ეს მე-13 გრადუსზე მთვარის დაბნელება, დაგეხმარებათ სწორედ აი ამ ნეგატიური სცენარების აბსოლუტურ განულებაში, იმიტომ რომ თქვენ აქ იყენებთ ცეცხლის სტიქიას, ცეცხლის სტიქია ჩვენთვის ცნობილი 4 სტიქიიდან არის ერთადერთი სტიქია, რომელიც ძალიან მოკლე დროში მყისიერად ფაქტობრივად ახორციელებს, ახდენს სხეულის, რაღაცა კონკრეტული საგნის ტრანსფორმაციას, შეცვლას ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, ხო? ის რაც ერთ წუთში ხელში გეჭირათ როგორც ფურცელი, თეთრი ფურცელი, თავის სიით,
მეორე წუთში იქცევა ფერფლად, ხო? შესაბამისად, ფენიქსიც სწორედ ამიტომ არის დაკავშირებული აი ამ ცეცხლის სტიქიასთან და ფენიქსის სიმბოლურად ეს არის მითიური ფრინველი და სწორედ ფენიქსი წარმოადგენს იმ ფრინველს, რომელიც მითოსის თანახმად იწვის, იფერფლება იმისთვის, რათა თავიდან დაიბადოს, რათა აღდგეს ფერფლიდან, ხო? შესაბამისად, აღნიშნული დღეც 3 მარტის სავსე მთვარეობა, მთვარის დაბნელებასთან ერთად, სწორედ ფენიქსის სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დღე წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერეს ენერგეტიკულ დღეს იმისთვის, რომ გააზრებულად, გაცნობიერებულად გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატიური შაბლონები, ნეგატიური ცხოვრებისეული სცენარები და გამოანთავისუფლოთ სივრცე ახალი სცენარების, ახალი პროგრამების და ახალი, უფრო პოზიტიური, ასე ვთქვათ, შაბლონების ჩასატვირთად, ვიდრე ეს იყო თქვენს ცხოვრებაში აქამდე. წარმატებულ და ბედნიერ სავსე მთვარეობას გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, გამიზიარეთ თქვენი ხედვები, შთაბეჭდილებები, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, რამდენად გააკეთებთ, რამდენად შეძლებადია თქვენთვის და თუ რაიმე გამომრჩა და რაიმე დეტალზე არ ვისაუბრე, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები კომენტარებში და ამაზეც კი პასუხებთ. ბედნიერად!